სოფელ ნავაზიდან აღდგომლიან კარამდე რამდენიმე კილომეტრია. ამ გზას ოთარ მუზაშვილი ბოლო 4 წელია ყოველდღე გადის. მისი ყოველდღიურობა ამ ორ სოფელს უკავშირდება, სადაც განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და განვითარების პროცესები ერთმანეთთან იკვეთება. ეს სოფელი ნავაზია, რომელიც მუხრან-ბატონის სასახლის ნანგრევებს და მრავალწლიან ისტორიას ინახავს. ოთარ მუზაშვილი აქ მამა-პაპისეულ სახლში საცხოვრებლად თბილისიდან 2012 წელს გადმოვიდა. ეს დაუგეგმავი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ნელ-ნელა და ბუნებრივად მოხდა. ამ გადაწყვეტილებამ კი როგორც სოფლის ცხოვრებაში, ისე მის პირად საქმიანობაში გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა. ეს არის ნავაზის ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკა. პირველად არ იყო ბიბლიოთეკის იდეა, უბრალოდ სივრცე შევქმენით მარტივად და გავაკეთეთ რამოდენიმე საღამო გავაკეთეთ. ერთი იყო გოდერძიჩოხელის საღამო გავაკეთეთ, ილია მართლის საღამო გავაკეთეთ და ესე ვაქტიურობდით, ვიწვევდით ხალხს, თბილისიდან სტუმრებს, მეზობელი სოფლებიდან ახალგაზრდებს ვიწვევდით, რომ ეს რაღაცა ჩვენი პირველი ნაბიჯები, ეს ჩვენი პატარა ხმაური გაიგო ყველას. აი მერე უკვე გაჩნდა ბიბლიოთეკის იდეა 2015 წლიდან ამ შენობამ, ესე რომ ვთქვათ, შეიძინა ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკის ფუნქცია. მერე გაჩნდა შემდეგი იდეა, რომ აღარ მოუშავებს თითქოს, მხოლოდ ეს იყოს ჩაკეტილი სივრცე, სადაც წიგნები ინახება. სჭირდებოდა უკვე სხვა ფუნქცია უნდა მიგვენიჭებინა. და დავიწყეთ ესეთი ცნობილი ლექტორების მოწვევა. იდეა, რომ ბიბლიოთეკა არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ჩაკეტილი სივრცე წიგნებისთვის, გააჩინა ახალი მიზნები და სოფელ ნავაზის ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკა ეტაპობრივად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცა. აქ ტარდება წერის და კითხვის კურსები, დისკუსიები, შეხვედრები ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, მუსიკალური ფესტივალები. შავნაბადამ ადგილობრივი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა დააფუძნა. ეს ადგილი ახალგაზრდებისთვის იქცა სივრცეთ ცოცხალ სოციალურ სისტემად, სადაც თვითგანვითარების გარდა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ინაწილებენ და საკუთარი სოფლის განვითარებაში არიან ჩართულნი. გაჩნდა ის იდეა, რომ ადამიანებს სჭირდებათ ასევე პროფესიული განათლება, რომ ისინი ადაპტირებულები იყვნენ, შემდგარი ადამიანები იყვნენ. გაჩნდა ძალიან ბევრი იდეა იმისი, რომ იყოს სივრცე, სადაც თბილისში აღარ არის მოსამზადებლად, მაგალითად აბიტურიენტი და ადგილზე ექნება ამის საშუალება, რომ მოემზადოს. და მთავარი რაც არის, ისევ ეხლა ამ ეტაპისთვის მთავარი ჩვენი მიზანი რაც არის და რაზეც ვმუშაობთ, შენობა ცოტა ამორტიზირებული არის, რეაბილიტაცია მოხდეს. ანუ კეთილად მოეწყოს შენობა, რომ იყოს აუდიტორიები, სადაც ეს პროფესიების შეძენის საშუალება ექნებათ ადგილობრივ მოსახლეობამ. ნახეთ როგორ არის, იცი, როცა ადამიანი რაღაცა იმ ყოველდღიური სიცარიელიდან გამოდის და ახალს რაღაცას იღებს, სულ მერე ვითარდება ყველაფერი და მეტი გინდა და მე ვფიქრობ, რომ ჯობია ესეთი სივრცეები შეიქმნას და ადამიანს ინტელექტუალური კუთხით, კულტურული კუთხით უფრო მეტი მოუნდეს და არ გაჩერდეს. ვიდრე მაგალითად სიცარიელეში იმ უფსკულისკენ წავიდეს. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომ სოფლის ქუჩებისთვის მე-20 საუკუნის ქართველი მწერლების სახელები მიენიჭებინათ. ბიბლიოთეკას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მომავლის სოფლის დაარსება, უამრავი განხორციელებული პროექტი და სამომავლო გეგმები, რომელიც ისევ სოფლის განვითარებას უკავშირდება. მინდა ეხლა აი ამ საინტერესო ჩვენს ახალ პროექტთან დაკავშირებით გესაუბროთ. ეს არის არხი, სარწყავი არხად არის შექმნილი, არაგვის წყალი შემოდის აქ ჩვენთან. გაგვიჩნდა ესეთი იდეა, რომ სოფელში კონდეს ეს სანაპირო გზა, რომელიც აი ესეთი რაღაცა მოუწესრიგებელი არის, არადა არის იმის რესურსი, რომ სოფელი თვითონ თავისი რესურსით გავხადოთ საინტერესო და გვაქვს ესეთი იდეა, რომ 3 კილომეტრის მანძილზე ეს სანაპირო იქცეს
ეს ველობილიკაც, სასეირნო ლოკაციად. მდინარე გვაძლევს იმის საშუალებას მაგალითად, რომ ნავების ტურიც მოვაწყოთ, როგორც შიდა ტურიზმისთვის, ასევე შეიძლება რომ სხვა ტურისტებიც დაინტერესდნენ. მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ სანაპიროს მოწყობით, შევქმნათ ქალაქთან ახლოს 25 კილომეტრში იყოს შაბათ-კვირა, სამსახურის მერე ოჯახებს ჰქონდეთ საშუალება რომ ამოვიდნენ, დაისვენონ, სუფთა ჰაერი ჩაის უნდა და ასევე ეკოლოგიურად ბიოპროდუქტი მირთვან, ადგილობრივი კულინარია დააგემოვნონ. მეტად კიდე საინტერესო რატომაც არის, ხო? სოფელი რაღაცნაირად დაიწყებს თვითგანვითარებას, თავისივე საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე. ამას უბრალოდ სჭირდება კარგი მობილიზება, კარგი დაგეგმა და სწორად დანახვა არის ჯერ პირველ რიგში საჭირო. პედაგოგიური გამოცდილება და საგანმანათლებლო პროექტები ბოლო 4 წელია სკოლამდელ აღზრდაშიც გადაიტანა. აბა გამარჯობათ ბავშვებო. ჭამენ. რას ჭამთ? პეპელას. 2022 წელს მეზობელ სოფელში აღდგომლიან კარში საბავშვო ბაღი გაიხსნა და მისი ხელმძღვანელობა ოთარ მუზაშვილს შესთავაზეს. როცა ეს გამოწვევა მოვიდა ჩემს წინაშე, აბსოლუტურად ის პერიოდი სანამ დავინიშნებოდი, ვცდილობდი რომ სულ ჩემს ბავშვობაში ჩავსრულიყავი, რომ კარგად გამეაზრებინა რა იყო ბავშვობა და რა მომწონდა, რა არ მომწონდა. ძალიან საინტერესოა ბავშვებთან ურთიერთობა. ერთი მთავარი ამბავი არის უბრალოდ უნდა გახდე ბავშვი, იმდენად კომუნიკაბელურები არიან, იმდენად აი თავისუფლად შემოდიან ურთიერთობაში, რომ მივხვდი რომ საერთოდ არ არის საჭირო ბავშვებთან ურთიერთობაში რომ იყო რაღაცა ფორმაში, რაღაცა მოჭიმული, არა, თავისუფლება ყველაზე მეტად მუშაობს და რეალურად რაც ხარის უნდა იყო. როცა ადამიანი ქალაქს ტოვებს და სოფელში ცხოვრებას ირჩევს, ეს ყოველთვის რომანტიკული გადაწყვეტილება არ არის. ხშირად ეს არის გზა საკუთარი თავის პოვნისკენ. სწორედ ასეთ გზად იქცა მისთვის 14 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება. მე შემიძლია მართლა ესე გულწრფელად თქვა, რომ აი სოფელში ჩემი გადმოსვლა, ხო, არ იყო ის მომენტი, რომ მე ვიღაცას რაღაცას უკეთ, არა, პირიქით. ჩემი თავი უფრო სწორედ დამანახა, მე მათთან ერთად ვითარდები ჩვეულებრივად. შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩემი თავის ესეთი რეალიზება, ის საშუალება მომცა ამ სოფელმა. აქ არანაირი ის მომენტი არ არის, რომ რაღაცას ვაკეთებ ვიღაცისთვის, არა. პირიქით, ჩემი ადგილი ვიპოვე, მე თვითონ ძალიან რეალიზებული ვარ და ალბათ ესაც არის ყველაზე დიდი მოტივი, რომ არ ვჩერდებით ახალგაზრდებთან ერთად, იმიტომ რომ საკუთარ თავს, საკუთარ როლს როცა პოულობ, ხო, იქ იყვარს ყოფნა და ყველა ადამიანი ესე არის.